გამარჯობა მეგობრებო, დასრულდა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი, რომელშიც დავამარცხეთ ბორნმუთი ენფილდზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვინერ ვიულე. პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, აუცილებლად კომპლიმენტები მინდა გამოვხატო ბორნმუთის მიმართ. ძალიან კარგი გუნდი არის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ანდონი ნარიოლას მწვრთნელობა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მწვრთნელია, რომელსაც აქვს უნარი, რომ ასეთ პატარა გუნდებს ჩაუდგეს სათავეში და რაღაცა გამოწვრთოს აქედან და აჩვენოს კარგი ფეხბურთი, კარგად ათამაშოს, ის რესურსები, რომელზეც ხელი მიუწვდება, გამოიყენოს მაქსიმალურად. თან ჩვენ ვიცით, რომ სეზონის დასაწყისში მათ დაკარგეს 5 ფეხბურთელი, მთელი უკანა ხაზი, მეკარიანად და 4-ვე მცველი დაკარგეს. შესაბამისად მე ველოდი, რომ ძალიან მძიმედ იქნებოდა ამ გუნდის სიტუაცია, მაგრამ შესანიშნავი თამაში აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან კარგად თამაშებოდით და 2 გოლით გავიტანეთ. მაინც არ იყო ესეთი ადვილი თამაში რა. ტოლს არ უდებდნენ, განსაკუთრებით იგრძნობოდა ტაქტიკა, რომ ცდილობდნენ ფლანგები დაეტვირთათ, იმიტომ რომ აქეთ კერკეზი იყო, რომელსაც რაღაც მომენტში აკლდა ცოტა თავდაჯერებულობა და ვთქვათ მეორე მხარეს მათი შეტევის მარცხენა ფლანგზე იყო ფრიმპონგი. ალბათ გათვლა იმაზე ჰქონდათ, რომ აი ამ ტემპს და ახალ გუნდს ცოტა შეგუებული არ იქნებოდა და გამოცდილების ხარჯზე დატვირთავდნენ, თუმცა ფრიმპონგმა თავის საქმეს გაართვა. რაღაცა შეცდომები ჰქონდა პატარ-პატარა, მაგრამ ძირითადად რაც მომეწონა მასში ეს იყო, რომ ბურთს ადვილად ართმობდა, ძალისმიერი თამაშები და მომენტები რაც იყო, იქ კარგად დაუდგა თავის მეტოქეს და არ დათმო ბურთი და სიტუაცია და გამოიყვანა ერთი პატარა შეცდომა, რომ დაუშვა რის შედეგადაც გაუძვრა, რომელი იყო არ მახსოვს. იქ და ჩააწოდა საჯარიმოში, მაგის შემდეგ გამოიყვანა ეგეც და კერკეზიც. კერკეზი გასაგებია, რატომაც გამოიყვანა, მე მეგონა რომ უფრო ადრე გამოიყვანდა, იმიტომ რომ როდესაც ყვითელი მიიღო, რომელშიც ჩემი აზრით არ იყო ეხა საყვითლე სიტუაცია, მაგრამ აქვე აღნიშნავ ბარემ რომ ენტონი ტეილორი ძულს როგორც საჯი, მიუხედავად იმისა, რომ არნეს პრესკონფერენციას ვუყურე ახლა და კითხვა რომ ძალიან კარგი რეფერი იყო, მაგრამ მე მაგკაც ვერ ვიტანდა ნერვები დამაგლიჯა ამ თამაშზეც. ჩემი აზრით საერთოდ არ იყო ყვითელი მისაცემი და მეორე პირველ რიგში ის უნდა აღნიშნო, რომ აქვე ჩავრთავ საჯობაზე რა ხომ ლაპარაკობ, რომ იქ მომენტი იყო, როდესაც წითელი იყო მისაცემი, როდესაც ეკეტიკეს ხელი ჩაარტყა, ესე ბოლოკაცი იყო, მცველი, თითებით ჩაარტყა ბურთს და ჩამოიღო, რომელიც რატო ხა მე რო აჩვენა იმაზე რა ქვია, მიახლოებითაც თითქოს ვითომ რაღაცა იქ შეხება არ იყო, მაგრამ აშკარად იყო, რომ შეახო თითის წვერები და ამით ხელი შეუშალა იმას, რომ მე მესმის, რომ თქვა შეიძლება რაღაც მომენტში იქ ჯარიმა შეიძლება და დაედო და წითელი არ მიეცა ეგეთ სიტუაციაში. რაღაც მომენტში აი მობიერებას გავიგებდი, მაგრამ ბოლოკაცი როდესაც შეტევას აჩერებს ხელით, ჩემი აზრით ეგ წითელი იყო მისაცემი და ამ დროს ეხა კერკეს იქ ყვითელი მისცა, აბსოლუტურად არაადეკვატური მსაჯობა იყო ჩემი აზრით. ანტონი ტეილორი კიდევ ძალიან ბევრჯერ მოგუშლის ნერვებს სეზონის განმავლობაში, ეს დაიმახსოვრეთ, ეს სახელი დაგვარი, ვინც არ იცნობთ პრემიერ ლიგას და ამ მსაჯს. ეხა რაც შეეხება კერკესზე მინდა ვისაუბრო, ზოგადად ვისაუბრებ ინდივიდუალურად სხვადასხვა ფეხბურთელებზე, რაც ჩავინიშნე და ამის მიხედვით ზოგადად თამაშზე საუბარიც გამომივა და პირველი დავიწყებ კერკეზით. რამდენიმე შეცდომა ჰქონდა და ცოტა არ მომეწონა მისი თამაში, მაგრამ გასაგები არის, რომ ახალგაზრდა არის, თუმცა მას აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება და ჩემი აზრით ამ გამოცდილების ხარჯზე ცოტა უკეთესი თამაში მოეთხოვებოდა. იყო მაგალითად ესეთი მომენტი, რომ სემენიოს მიაღებინა ბურთი, რომელიც ჩამოაწოდეს, მე-7 წუთზე მოხდა ეს დაახლოებით და დაარტყმევინა კიდევაც, იმან ვერ დაარტყა კარგად, მაგრამ ესე იგი შორეულ ძელთან ჩამოწოდებულ ბურთზე ვერ ითამაშა კარგად დასწრებაზე და დაასტრო სემენიომ, ეს ძალიან არ მომწონა. იქ თავისთავად ცხადია, რომ იქ არ უნდა ჩაეწოდებინებინა, იქ პრეტენზია ამ შემთხვევაში შეიძლება რომ იყოს საბოსლაისთან, რომელიც მოსდევდა, ვინ ჩამოაწოდა არ მახსოვს და იქ ფრიმპონგი იყო, ასევე მათთან შეიძლება რა თქმა უნდა პრეტენზიის წარმოჩენა, მაგრამ დასწრებაზე როდესაც არის ესეთი ჩამოწოდებული საჯარიმოში და შორეულ ძელთან და თან პოზიციურად არ იყო ეხა ცუდ პოზიციაში კერკეზი დაასწრო სემენიომ, ჩემი აზრით ეს არ იყო კარგი მომენტი. რაღაცა პატარ-პატარა ესეთი შეცდომები იყო იქ, რამდენჯერმე გაცდნენ და იქ აშკარად იყო, რომ მის ფლანგზე და ზოგადად ფლანგებზე როგორც აღნიშნეთ, ამ ეს ტაქტიკა ქონა არჩეული, რომ და რაც შეიძლება მეტად დაეტვირთა ფლანგები, აი ამ ორი ახალი მოთამაშის ხარჯზე, რაღაცა მომენტები პატარ-პატარა ლაფსუსები ქონდა კერკეს, ეხა რამაც ცოტა არ იყოს და შემაშფოთა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მომეწონა. ერთ-ერთი მიზეზი ის გამოც არ მომეწონა მისი ესეთი თამაში, რომ გამოცდილება პრემიერ ლიგაში თამაშის მას აქვს
გასაგებია რომ შეიძლება იქ რაღაც გუნდთან შეთამაშება უნდა და რაღაცა დასალაგებელი არის დაცვაში, მაგრამ თავისი ინდივიდუალური უნარებით ჩემი აზრით უნდა შეეძლოს რომ ესეთ სიტუაციებში თავი გაართოს რაღაცებს. თუმცა იყო ერთი მომენტი, რომელიც ძალიან მომეწონა ასევე და აუცილებლად უნდა დაუფასო, ეს იყო 32 წუთზე ძალიან კარგად ჩაუვარდა სემენიო იყო ასევე როგორც მახსოვს და ესეთი ძალისმიერი მომენტი იყო, ბურთზე იბრძოდნენ და ძალიან კარგად ჩაუვარდა ფეხებში და აართვა შესანიშნავად ითამაშა დაცვის მომენტში მაგ დროს და ზოგადად ეხა არ იყო უტევდა კიდევაც ძალიან კარგად, ქონდა რამდენიმე წოდების მცდელობა და ზოგადად თვითონაც ტვირთავდა ხოლმე ფლანგს შეტევის მხრიდან, ანუ მაგ მხრივ ხა შეტევაში და იქ თქვათ სისწრაფე და ფლანგზე ზემოთქვემოთ მოძრაობაში პრეტენზია არ მაქვს მასთან ოღონ, აი ცოტა რაღაცა დაცვით თამაშზე გამოსასწორებელი ექნება და სამუშაო ექნება, რაზეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოასწორებს და უფრო მეტი თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ხა შეიძლება იქ რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტიც შეიძლება არსებობდეს მანდ, ხო, პირველი თამაში ლივერპულის ნაისურით ეგრევე ძირითადში იწყებს ენდი რობერტსონი ზოგადად მოიაზრება რომ იქნება სტარტერი ამ ლივერპულში, მაგრამ ფორმაში არ არის ამ შემთხვევაში და ამიტომ კერკეზი დააყენეს, თუმცა მას და ენდის შორის იქნება გარკვეული კონკურენცია. ასევე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა და შესაბამისად ამასაც შეიძლება და რაღაცა ტიპის ფსიქოლოგიური დატვირთვა ქონოდა იქ თავის გუნდელთან, შეიძლება ცოტა უფრო მეტად ვერ მიაწოდა რაღაცა და მერე და მერე ჩემი აზრით უკეთესად წარმოჩინდება. ეხა პირველი თამაში იყო მაინც და ძალიანაც არ მინდა რომ გავაკრიტიკო. ფრიმპონგზე მინდა ვთქვა რომ ზოგადად ყოფილი ვარ მისი თამაში, შეტევაში ცოტა უკეთ მინდა მისი დანახვა, კარგად უტევდა და ზოგადად ფლანგიც ეჭირა, ასე თუ ისე რამდენჯერმე თითქოს გამოიჭირეს იმის გამო რომ უკან ჩამობრუნებაზე რაღაცა პრობლემები ქონდა, თუმცა მაინც ზოგადად კარგად თამაშობდა, ძალისმიერად არ შეუშინდა და ითამაშა. ბოლომდე იბრძოდა ბურთებთან, მასაც გამოცდილება სავარაუდოდ აკლია ამ მომენტში და ამ ტემპში და გუნდთანაც შესათამაშებელი იქნება, რომ იქ ვთქვათ რაღაცა კომუნიკაცია დაცვას როგორ მიხედოს და იქ წასვლა წამოსვლის ამბავში წინ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაალაგდება ადრე თუ გვიან, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს პატარ-პატარა ლაფსუსები უკმაყოფილო, იმიტომ ვიყავი, რომ ესეთი დასუსტებული ბორნმუთის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში რა. და იქ იყო მაგალითად აი ზუსტად ფრიმპონგის შეცდომა, რაც ძალიან მეხამუშა 35 წუთზე ძალიან მარტივად მიიღო, ტავერნიემ მიიღო ძალიან მარტივად ბურთი, როდესაც ფლანგიდან შემოვიდა და იქ კონატე, ვანდაიკი და ალისონი უკვე ბურთზე მიდიოდნენ და ფრიმპონგი წამოვიდა იქ და თვითონაც ჩაერთო ამ ახლო ძელთან არსებულ თამაშში. და იქ საბოსლაი შემოდიოდა კიდე რომელსაც ასევე ჩემი აზრით უკეთ უნდა ეთამაშა დაცვით, იმიტომ რომ ხა დაცვაში შემოდიხარ და მაგ პოზიციაში ხარ, უკეთ უნდა აეღო თავის თავზე ეგ სიტუაცია და ტავერნიე დაეფარა, მით უმეტეს რომ დაინახა რომ ფრიმპონგი წავიდა იქ, რომელიც ჩემი აზრით არ იყო საჭირო, იმიტომ რომ პატარა სივრცეში ახლო ძელთან კონატე და ვანდაიკი იყვნენ და იქ უკან მათ უკან ალისონი იდგა და ეს კიდე იქ შეეკვეტა რატომღაც და ამან გაათავისუფლა ტავერნიერი, რის გამო რის შედეგადაც მან მიიღო ბურთი და დაარტყა და იქ ალისონმა გადაგვარჩინა და ამავე დროს საბოსლაისაც უნდა მიუცე შენიშვნა, რომ თუ დაინახე შენ რომ ფრიმპონგი იქ წავიდა და პოზიციურად შეიძლება რაღაცა შეცდომა დაუშვა, ის უნდა მისულიყო და უფრო უკეთ ეთამაშა დასწრებაზე ამ შემთხვევაში და დაეზღვია და ცარიელი არ დაეტოვებინა ტავერნიერი შუა, აი პირდაპირ შუაში მარტო იდგა ეს კაცი საჯარიმოში, რაც ძალიან არ მომეწონა მოკლედ ეგ ეპიზოდი და ამას იმედია რა ეხა მე თუ შევამჩნიე, ისინიც რამენაირად შეამჩნევდნენ. ხო, შემდეგი ვიზეთ ვისაუბრებ, ეს არის ჰუგო ეკეტიკე, რომელზეც ძალიან გამიხარდა, რომ პირველივე თამაში გოლიც გაიტანა და ასისტიც მიითვალა. ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა ამ ბიჭმა, იმიტომ რომ ტექნიკური თავდაჯერებული თავდასხმელის შტაბეჭდილება დატოვა, რომელიც იბრძვის ბურთზე, ადვილად არ ეცემა. გოლი რომელიც გაიტანა შესანიშნავი იყო, იმიტომ რომ იქ მიიღო 4 კაცში, გაცდა ამ ხალხს, გაძვრა ამ 4 ადამიანში და მე იქ წინ მეხუთე მცველი ჩაუდგა, მეკარე და აი ამ ყველაფერში შეაგორა ისე თავდაჯერებულად, ტექნიკურად ყველანაირი პანიკის და რაღაცა ფართხალის გარეშე შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც დიოგო ჯოტას მიუძღვნა და ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ მისით, ყველა ბურთზე იბრძოდა, მაღალ ბურთებზე კარგად თამაშობდა, ბოლომდე იყო რამდენიმე მომენტი, რომ ყველა უკანა პასს გაყვა და მეკარეს პრესავდა, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი მოთამაშე არის, ენერგიული, ტექნიკური, გამბედავი, თავდაჯერებული, ეს პირველი სადებიუტო გოლი პრემიერ ლიგაში თავისთავად და ასისტიც ძალიან დიდ შემართ
განათებას მისცემს და შესაბამისად ვთვლი რომ ძალიან მაგარი სეზონი ექნება, როგორც ჩემი პროგნოზების ვიდეოში აღვნიშნე, თქვი რომ მას 10+ გოლი ექნება ამ სეზონში და 9 დარჩა. ეხლა ვისაუბრებ ვირთზე. ვირთზე არ ვიცი, ცოტა რაღაცნაირად უღიმღამო თამაში ქონდა თითქოს. მეტს ვითხოვ მისგან, მეტი მინდა მისგან. მოლოდინი თავისთავად არის. ჩვენ ვიცით მისი თამაში ლევერკუზენშიც, ზოგადად ნიჭიერი ფეხბურთელი არის, ტექნიკური ფეხბურთელი არის. მასზე როგორც არნე მისაუბრა თავის დროზე, არის ის მოლოდინი, რომ კრეატიული იქნება უფრო და მან უნდა შექმნას იდეაში საგოლე მომენტები და აი ეს რაღაცნაირად დამაკლდა, ცოტა არ იყოს, უფრო მე მგონია რომ საბოსლაი ძალიან მაგრად აქტიურობდა, იმიტომ რომ მან იცის რომ კონკურენცია ვირთთან მოუწევს და ჩემი აზრით დომინიკს ძალიან წაადგა ეს, იმიტომ რომ კარგი თამაში იქონა ზოგადად. ბურთები რო არ დაეკარგა რაღაც მომენტში, მისი აქტიურობიდან და აი ეს შრომა რაც დადო მინდორზე, ალბათ დავასახელებდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ რაღაც მომენტში შეცდომები და საგოლე დანაკარგი რომელიც მის გამო იყო, მაგის გამო ცოტა დავაკელი ქულები და საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ კიეზა არის ჩემთვის საუკეთესო, ანუ man of the match, იმიტომ რომ ჩემი აზრით მისი ეს გატანილი გოლი საწინდარი იყო იმისა, რომ უფრო მეტად ენერგია მისცემოდა გუნდს და თვითონაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სეზონის პირველივე თამაში შესვლაზე შემოსულს ეს გოლი გაეტანა. ხო და ვირთზე რო დავამთავრო, მოკლედ ვირთის თამაში დიდად კმაყოფილი არ ვარ. ეხლა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ბევრი მინდა ვაკრიტიკო, მაგრამ აი რაღაცაით უფრო მეტად მინდა რომ ჩანდეს, თუმცა მე მახსოვს რომ მაკალისტერითაც არ ვიყავი თავიდან მაინც და მაინც კმაყოფილი და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი რო გადმოვიდა, მაგრამ ეხლა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის, რომელიც კარგად თამაშობდა ცენტრში, ასე თუ ისე ეჭირა, სტაბილურობას ქმნიდა და რო გამოიყვანა რაღაც მომენტში მგონია რომ ცოტა დაგვეტყო, თუმცა ჯონსი რო შემოვიდა მის ნაცვლად ამანა ჯონსი ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯონს ზოგადად რაღაცა სკეპტიკურად უყურებენ და დაუფჩენია, ცოტა დაუფასებელი ფეხბურთელი არის, ესეთი მყარი, აი solid players რო იტყვიან, ხო, მყარი მედეგი ფეხბურთელი არის, რომელმაც კარგად აჩვენა, რომ აი ეს ცოტა უღიმღამო მომენტები როდესაც იყო, როცა 2-2-ზე თამაშობდა, ბურთი რამდენჯერაც მიიღო იქ ცენტრში, ისე ითამაშა იმ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სასწაულები არ მოუხდენია, ვიცოდი, რომ ის სანდო იყო, ხერხემლის მყარი მალა გამოდგა ამ შემთხვევაში. მოკლედ კერტის ჯონსი, როგორც ყოველთვის, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეს ბიჭი ძალიან მომწონს და ძალიან მინდა, რომ იყოს ჩვენ გუნდში. თან სკაუზერია, აკადემიის პროდუქტი არის ჩვენი და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით დღეს. ეხლა შეცვლებზე, აი კერკეზი და ფრიმპონგი რო გაიყვანა, იქ სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რომ ენდო შემოიყვანა. ამ შემთხვევაში გასაგები არის, რომ ჯოგომესის შემოყვანა არ უნდოდა, იმიტომ რომ ტრამვა ქონდა ახალი მოშუშებული ჯოს და ძალიან სერიოზული დაწოვა იყო, მაგრამ რაღაც მომენტში მოუწია ამის გაკეთება. მე ცოტა სიმართლე გითხრათ, რომ მაინც და მაინც არ ველოდი, რომ ფრიმპონგს გაიყვანდა, იმიტომ რომ მაინც და მაინც უკმაყოფილოდ არ ვიყავი ფრიმპონგით და მით უმეტეს ენდოთი რო ჩაანაცვლა, ეს ცოტა გამიკვირდა და ზუსტად მაქედან მივიღეთ, მაქ ფლანგიდან მივიღეთ გოლი, იმიტომ რომ ენდო მე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი ფეხბურთელი არის. ისი ერთგულება მომწონს რა ენდოს, იმიტომ რომ მან იცის რა როლი აქვს მას, რომ ის უნდა შემოვიდეს და თამაში დახუროს, მიიტანოს სახლამდე და ამას ყოველთვის კარგად აკეთებს და შესაბამისად აი ეს ეხა იქ რო დააყენა მარჯვენა ფლანგზე ფრიმპონგის ნაცვლად, იმიტომ რომ ეხა კონორ ბრედლი არ უყავს, ჯოგომესი არ იყო მაინც და მაინც მზად, მაგრამ მე ვნახეთ რომ ახან ეს ვერი თამაშა მაინც და მაინც კარგად ამ პოზიციაზე, შემდეგ უკვე ჯოგომეზი შემოიყვანა და ენდომ გადაიწია თავის ტრადიციულ პოზიციაზე, სადაც ისეთი კარგი მაინც და მაინც არ იყო, როგორცაც ველოდი და როგორცაც მიჩვეული ვართ მისგან, მაგრამ არა უშავს, ეხა ხანდახან ხდება ხოლმე პატარ-პატარა ლაფსუსები და ჩავარდნები მოთამაშეებს. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ 4-2, ძალიან ბევრი ვინერვიულე და შედეგით კი ვარ კმაყოფილი, მაგრამ აი არ ვიცი, რაღაცნაირად მაინც და მაინც კარგი თამაში არ იყო რა და სხვათა შორის ირაულას პრეს კონფერენციასაც ვუყურე და ზუსტად იგივე თქვა ის, რომ 4 გოლი კი გაგვიტანეს, მაგრამ არ იყო ის თამაში,
არც მათი შემართებით და იმ წინააღმდეგობით რაც გაგვიწია ბორნმუთმა ისეთი თამაში არ იყო რომელსაც მოელგირო ეს გუნდი 4 გოლს გაუშვა. მეორე გოლზე რაც შეეხება იქ სწორად აღნიშნეს მაინტერესებდა არნეს პრესკონფერენციას უყურებდი და ველოდებოდი რომ იმას შვევია ხოლმე ტექნიკური და ტაქტიკური განხილვები, მაგრამ ძირითადად მაინც ემოციურ მხარეზე იყო ლაპარაკი. ამ შემთხვევაში იქ კიეზას გოლი, იქ დიოგო ჯოტას მიმართ გამოხატული ხსოვნის ჟესტები გულშემატკივრების მხრიდან და ამაზე ისაუბრეს ძირითადად ამ პრესკონფერენციაზე, მაგრამ ბოლო შეკითხვა რაც დაუსვეს იყო ზუსტად გოლებზე, რომ რას იტყვიოდა იქ პირველ გოლზე ილაპარაკა რომ იქ დომინიკმა რომ დაკარგა იქ რაღაცა ცდილობდა რაღაც ფინტი გაეკეთებინა და მაგის შედეგად დაკარგა და ჩემი აზრით არ იყო ესო კარგი მომენტიო მისთვისო და მეორე გოლში ვეთანხმები ვუტევდით ჩვენ შემტევი გუნდი ვართ და იმ გუნდმა კარგად ითამაშა აგვართვეს ბურთი შეტევაში და შემდეგ უკვე მათი შემტევი რომელმაც გადაკვეთა დრიბლინგით მთელი მოედანი და ეხა ვერანაირად ვერ ვიტყვი იმას რომ ან ვანდაიკმა და ან კონატემ რაღაცა არასწორად გააკეთეს იმიტომ რომ სემენიოსაც აუცილებლად უნდა დაუფასოთ ის თამაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიჭირა მოძრაობაზე ამ შემთხვევაში კონატე, იქ ვანდაიკს შეიძლება რაღაცნაირად დაეფარა კონატეს და ალისონი, როდესაც მარჯვნივ წავიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში იქ ევანილსონი იყო ვანდაიკთან და შეიძლება მაგი ვერ გარისკა და იფიქრა რომ ეხა სემენიო დაარტყავს შორეულ კუთხეში და ამანაც დაარტყა თავისი მხრიდან მარჯვნივ და შესაბამისად ძალიან კარგი გოლი გაიტანა. შესანიშნავი მოთამაშეა სემენიო, ძალიან მომწონს. ხო, მოკლედ ეს კარგი თამაში იყო, ემოციური თამაში იყო, ძალიან გამიხარდა რომ მომ გაიტანა გოლი, მეშინოდა რომ რაღაცნაირად ვერ გაიტანდა და თავისი რეკორდი გააუმჯობესა, პირველ ადგილზე არის და გადაუსწრო პრემიერ ლიგის ლეგენდარულ თავდასხმელებს. 10 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის პირველ მატჩებში. ასევე ამ გოლით გაუთანაბრდა ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელებს ენდი კოულს ძალიან გამიხარდა მისი ეს გოლიც. გაკპოზე უნდა ვთქვა აუცილებლად იქ თითქოს რაღაცა მომენტში არ ჩანდასავით, მაგრამ ძალიან ესეთი როგორ ვთქვა აი კარგი გაელვებები ქონდა რა, კარგად უტევდა ეს თავისი ფლანგი ძალიან კარგად ეჭირდა ჩემი აზრით ცოტა უკეთ უნდა დაეტვირთათ იქ ძირითადად მოზე იყო ხოლმე რაღაცნაირად აქცენტი და მისკენ უშვებდნენ ხოლმე გოლს და ვირთზე მიდიოდა უფრო წინ რაღაცა ცენტრიდან აი ეს ტაქტიკა ქონათ არჩეული ატომაც და გაკპოს ფლანგზე რამდენჯერაც წავიდა ბურთი იმდენჯერ ძალიან კარგი შეტევა ჰქონდა მისი და ეკეტიკეს და კერკეზის აი ეს რაღაცა შემტევი სამკუთხედი ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება და შესაბამისად გოლიც ვიხილეთ ჩვენ. მოკლედ გაკპოტი ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. გთხოვთ დამიტოვეთ თქვენი კომენტარები, თუ რამეში ვცდები, მითხარით რომ ვცდები, თუ რამე გამომეპარა ან ზოგადად რამეში არ მეთანხმებით ან მეთანხმებით, ესეც გამიზიარეთ და რა ვიცი, you never walk alone და გილოცავთ ამ პირველ მოგებას. ცოტა ემოციურად გაბრაზებული, აი მომრო გოლი გაიტანა, გახარებული კი არა, რომ გაბრაზებული უყვიროდი, რომ რაღაცნაირად აი ეგეთი დამოკიდებულება მქონდა რომ ისა ხო და ზოგადად ესეც უნდა გვახსოვდეს რომ ეს გუნდი არის გუნდი რომელიც თამაშობს ბოლომდე სანამ სასტვენს არ ჩაბერავს ენტონი ტეილორი მაგის სასტვენი ასე და ასე მანამდე ეს გუნდი თამაშობს სანამ თამაში არ დამთავრდება, ლივერპული თამაშს არ ამთავრებს. კარგი დასაწყისი და მშვენიერი დასაწყისი იყო. სეზონის კმაყოფილი ვარ მოთამაშეების ინდივიდუალურად, მაგრამ აი გუნდს რაღაცა აი ცეცხლივით ცოტა რაღაცა აკლდა რა. და იმედია რომ მაგას გამოასწორებს და ნახავთ მერე და მერე უკვე ისეთ თამაშებიც გველოდება, რომელიც უკეთ მოგცემს რომ დავინახოთ შეცდომებიც და პოზიტივიც, იმიტომ რომ უკვე ხა დიდ აი მე ვთვლი რომ რაღაცნაირად ეს ცოტა ისეთ დიდ გუნდთან ყოფილიყო ეს თამაში ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა. ან შეიძლება არ ვიცი, შეიძლება უფრო დიდ გუნდთან უფრო მეტი ენერგიით და უფრო დიდი შემართებით ეთამაშოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონია რომ უფრო უკეთ უნდა ეთამაშათ დასუსტებული ბორნმუთის წინააღმდეგ. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ბოლოსკენ მინდა აღვნიშნო რომ ყოჩაღ ბორნმუთს ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ და ირაოლა არის შესანიშნავი მწვრთნელი რომელიც მე ვიტყოდი რომ იმ რესურსებით რაც მას აქვს
სასწაულებს აკეთებს ნამდვილად თამაშის მხრივ და ტაქტიკურობის მხრივ და ძალიან გამჭრიახი და ჭკვიანი მწვრთნელია. მოკლედ დიდი მადლობა რომ ისმენდით. You never walk alone.